მაკედონიის ქალაქ სკოპიეში მიმდინარე თავისუფალი სტილის ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე 17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრებმა დამაჯერებელი შედეგები აჩვენეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნუგზარსხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის ორი სპორტსმენის საბა მინდიაშვილისა და თემურ თუთარაშვილის მოპოვებული წარმატება. საბა მინდიაშვილი 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტურნირის ფინალში გავიდა და საბოლოოდ ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. მან ჩემპიონატზე რამდენიმე რთული ორთაბრძოლა დაძლია და მხოლოდ ფინალურ შეხვედრაში დათმო ოქროს medali. რაც შეეხება თემო თუთარაშვილს, მან 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. უნდა აღინიშნოს, რომ მათი პირადი მწვრთნელი არჩილ ბარამიძეა, რომლის ხელმძღვანელობითაც სპორტსმენები ევროპულ დონეზე წარმატებით გამოდიან. მაკედონიის ქალაქ სკოპიეში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი 17 წლამდე შორის, სადაც ვასპარეზობდი 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ჩავატარე 4 შეხვედრა, სამწუხაროდ ფინალში დავამარცხდი და დავეუფლე ვერცხლის მედალს. რაც შეეხება მომავალში იქნება შეკრებები, რისაც მომზადებით მსოფლიო ჩემპიონატისთვის და საიდანაც ვეცდები, რომ ოქროს მედლით დავბრუნდე. რაც შეეხება ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემპიონატთან არჩილ ბარამიძეს, რის გამოცვა არ ამგზას. მაკედონიაში ქალაქ სკოპიეში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი 17 წლამდელთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც ვიასპარეზე 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მომეწია სულ 4 შეხვედრის ჩატარება, საიდანაც ერთში დავამარცხდი და გავჯერდი ბრინჯაოს მედალს, რაც ასე თუ ისე კარგი შედეგია. მადლობა მინდა გადაუხადო გულშემატკივარს, მათ ვინც ჩემს გვერდით იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ჩემს პირად მწვრთნელს არჩილ ბარამიძეს. დამთავრდა ევროპის ჩემპიონატი 17 წლამდელთა შორის მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, სადაც ჩვენი დარბაზის ორმა სპორტსმენმა 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში საბა მინდიაშვილმა და 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში თემურ თუთარაშვილმა შესაბამისად ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მცირე დააკლდათ უმაღლესი სინჯის მედლის მოსაპოვებლად. იმედს ვიტოვებ, რომ ამ თვენახევარში, რომელიც დარჩენილია მსოფლიოს ჩემპიონატამდე, შეძლებენ და გამოასწორებენ იმ შეცდომებს, იმ ნიუანსებს ჩავღრმავდებიან, რაც იყო გამომწვევი პირობა იმისა, რის გამოც მათ ვერ შეძლეს ჩემპიონობა და დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს აღმოფხრავენ ისინი და მსოფლიო ჩემპიონატზე უფრო მაღალი სინჯის მედლით მოპოვებულები დაგვიბრუნდებიან.